იყო ორი ძმა, რომლებიც პატარაობიდანვე ერთმანეთს მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული. მათ მხოლოდ პატარა ნაკადული ჰყოფდათ და საერთო ფერმაში მუშაობდნენ და ყველაფერში შეთანხმებულად მოქმედებდნენ. ერთ დღეს ბუღალტრული შეცდომის გამო უფროსი ძმა გაბრაზდა და ეს პატარა გაუგებრობა დიდ ჩხუბად გადაიქცა. მათ ერთმანეთთან საუბარიც კი შეწყვიტეს. ერთ დღეს დურგალი მივიდა უფროს ძმასთან და სამუშაო ითხოვა. ძმამ უთხრა ნაკადულის გასწვრივ მაღალი ღობე აეშენებინა, რათა აღარ დაენახა თავისი ძმა. დურგალმა მოწყობილობები მოითხოვა და საქმეს შეუდგა. საღამოს დაბრუნებული ძმა გაოცდა, ღობის ნაცვლად ხიდი დახვდა, რომელიც ნაკადულის ორივე ნაპირს აკავშირებდა. უფროსი ძმა განრისხდა, მაგრამ სანამ გააგრძელებდა, დაინახა, როცა მოულოდნელად მისი უმცროსი ძმა გაშლილი ხელებით გამოიქცა და ჩაეხუტა. მადლობა ძმაო, ძალიან მომენადრე. შენ ჩემი მეგობარი და ოჯახი ხარ და ძმებმა წყენა დაივიწყეს. დურგალი ხელსაწყოებს აწყობდა წასასვლელად, როცა უფროსმა ძმამ უთხრა. მოიცადეთ, გადაგიხდი ამ შესანიშნავი საქმისთვის. დურგალმა გაუღიმანა. არ არის საჭირო, ჩემი სახელია იესო. გატრიალდა და გზა განაგრძო. მორალი. ხშირად გაბრაზებისას ღობეებს ვაშენებთ და საყვარელ ადამიანებს ვშორდებით. მაგრამ ნამდვილი ძალახიდების აგებაშია, სიყვარულში, პატიებასა და ურთიერთობის აღდგენაში. ღმერთი ყოველთვის იქ არის, სადაც მშვიდობა და მიტევება სჭირდებათ.